Badri, ესე იგი, სოვლაბი საერთოდ არ ვიცი უხდება თუ არა ეს სიტყვა, განებივრებს ხოლმე ახალ-ახალი მასალებით, ახალი კვლევებით და სულ ესე იგი პირველხარისხოვანი ესე იგი ამ წყაროებს ამუშავებს და მისი შექმნილი ასე ვთქვათ ეს წიგნები ნამდვილად რომ საბაგიდოა ხოლმე. მე მაინტერესებს ამ წიგნის შექმნის დროს იყო თუ არა ახალი წყარო გამოყენებული ან მიკვლეული თუ უბრალოდ ნაცნობი წყაროები სხვანაირად გადამუშავდა სხვა პრიზმიდან და სხვა კუთხიდან. მოგესალმებით. ძალიან კარგი კითხვაა, იმიტომ რომ როდესაც მკითხველს წინასწარი მოლოდინი, რაღაც მოლოდინი შეექმნება ამ წიგნის შესახებ, შეიძლება მან იფიქროს, რომ ყველაფერი რაც იქ დახვდება, რა არის სტალინის შესახებ ახალი რა უნდა იყოს, ამ მოლოდინით თუ მივა ამ წიგნთან, დახვდება ბევრი სიურპრიზი და ეს სიურპრიზები არის ზუსტად ის დამატებითი წყაროები, საარქივო წყაროები, ისევე როგორც მემუარული სახის მოგონებები, რომლებიც წარმოდგენილი ამ წიგნში და რომელთა ნაწილიც არასდროს არსად არ გამოქვეყნებულა. მათ შორის მე შემიძლია დავასახელო ერთი ძალიან საინტერესო ხელნაწერის სახით არსებული მემუარი, ეს არის პორფილე მეხუზლას მოგონებები. პორფილე მეხუზლა ერთ-ერთი ესეთი ძირძველი მუშა სოციალ-დემოკრატიული იდეების მატარებელი პიროვნება იყო, აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესებში და მოგვიანებით უკვე 50-ან 60-ან წლებში წერს თუ არ ვცდები ამ მოგონებებს ეს პიროვნება, ეს არის ძალიან ვრცელი მოგონებები, სადაც ზუსტად გახსნებულია და მოგონებულია ის მომენტი, რაზეც ჰქონდა საუბარი ნაძალადევის თეატრში სტალინთან, სტალინის შეხვედრა თბილისელ მუშებთან და ის რეაქცია, რა რეაქციაც დახვდა სტალინის აქ. და საინტერესოა რომ მეხუზლას მოგონებები არ არის ერთადერთი მოგონებები, სადაც ეს მომენტი არის გაშუქებული, არსებობს 3, 4, 5 მოგონება სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახული, სადაც სხვადასხვა პერსპექტივიდან არის დანახული ეს მომენტი და სადაც სიტყვით არის გამეორებული ის რაღაცა მოვლენათა ის განვითარება, როგორც ვითარდება იმ ნაძალადევის თეატრის სცენაზე თუ ნაძალადევის აი ამ სცენაზე ეს ყველაფერი სტალინი ერთმანეთს ადასტურებს რაღაც კროს-ვალიდაცია ხდება ამ მოვლენის, რომ ზუსტად ესე მოხდა იქ, ნამდვილად მოუწყვეს სტალინის ობსტრუქცია და თვითონაც ყვიროდა, რატომ მიწყობთ ობსტრუქციასო, იმიტომ რომ ვერ წარმოედგინა თუ იქაც თუ თბილისში მას ასეთი განწყობა დახვდებოდა, ეთყობა ადგილობრივი ბოლშევიკები მას არწმუნებდნენ, რომ აქ ის ნამდვილად როგორც რაღაცა დამსახურებული პრიზის მისაღებად იყო ჩამოსული და მიიღებდა ამ პრიზს. სინამდვილეში დახვდა თბილისელი ამ ომში და რევოლუციაში გამობრძმედილი მუშები, რომლებმაც უთხრეს, რომ შენ აგერ რამდენიმე თვის წინ აქ ჯარები დაგვახვიე თავს და ახლა მოდიხარ და რუსულად გველაპარაკები რაღაცას და ეგ არ მოსულაო პირდაპირ ეს შინაარსი ჩანს ამ ამბავში და აქედან აი ამან გააბრაზა სტალინი, ამან გააბრაზა და ძალიან საინტერესოა რომ ამ მოგონებებში ჩანს ერთი ასეთი დეტალი. როდესაც კითხვების დასმაზე მიდგა საქმე, ანუ სტალინისთვის რომ უნდა დაესვათ კითხვები მუშებს, სტალინის გვერდით თავისი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ახლდა, ბუნებრივია და მოითხოვა რომ ფურცელზე დაწერეთ ეს კითხვები და ყველა კითხვას ბოლოში მიაწერეთ სახელი და გვარი, ვინ სვამს ამ კითხვას. და შემდეგ უკვე ძალიან მალე ამ შეხვედრიდან ძალიან მალე, საიდანაც კუდამოძუებული გაიქცა სტალინი თუ გააქციეს საიდანაც ქართველებმა გააქციეს სტალინი იმ ადამიანებზე, მათ შორის ხსენებული სიდორე რამიშვილზე, მათ შორის პორფილე მეხუზლაზე და მათ შორის ლასამგელაძეზე, სხვა აი ამ ადამიანებს ყველას მიადგა კარზე უკვე ჩეკას რაზმები, აი დავუშვათ ისიდორე რამიშვილის მოგონებები, რომელიც წიგნად არის გამოცემული და ძალიან საინტერესო მოგონებებია, ყველას ურჩევდი აქვე რომ გაეცნოს. ამას ისიდორე რამიშვილი იხსენებს, ისიდორე რამიშვილს რატომღაც არ აქვს ეს მომენტი აღწერილი, რა მოხდა თეატრში, მაგრამ ძალიან კარგად აქვს აღწერილი ივლისსა და აგვისტოში, ივლისსა და აგვისტოს შუალედში ვერაზე, როგორ დაადგნენ სახლში მას და აი ამ შეხვედრიდან
გამომდინარე ამ შეხვედრაზე, რაც განვითარდა, რა მოვლენებიც განვითარდა, იქიდან გამომდინარე, პირველად როგორ მოუწია ოკუპაციის შემდეგ უკვე ბოლშევიკურ რაღაც უსაფრთხოების სამსახურებთან ურთიერთობას. სანამ საუბრობთ, ახლა მაინტერესებდა უბრალოდ, როდესაც ირაკლი მოყვა და შენ საუბრობდი, მაშინ წავიკითხებოდ რა დაემართა ისიდორე რამიშვილს ნეტავით განათლების გობში და წავიკითხე ესე 1922 წლიდან რო დაუწყეს დევნა და დაპატიმრება, ბოლში რა თქმა უნდა დამთავრდა რომ 37 წელს დახვრიტეს. და მანამდე სულ დაჭერილია სხვადასხვა დროს გადაყავთ, გადმოყავთ ხან ასტრახანში, ხან იმაში და რაღაც საშინელი წავება გაიარა. ივლისში, ანუ ეს შეხვედრა არის 5 ივლისს.